მშვიდობის დღეს 12 ივნისია TV3-ის გუნდი იწყებს მუშაობას. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში პრესკონფერენცია იმართება, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის თებერვალში მიიღო თვითმმართველობის კოდექსი. ამ კოდექსში განსაზღვრულია სხვადასხვა სამართლებრივი აქტების და გასტარებელი ღონისძიების ვადები უახლოეს თვეებში, უახლოეს წლებში. და ამ გეგმის შესაბამისად, რომელიც კანონმა შექმნა ჩარჩოები, სამინისტრომ და მთავრობამ დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების გატარება. მათ შორის უპირველესი არის ისიც, რომ გამოიყო 7 თვითმმართველი ქალაქი, ანუ გაიყო 7 მუნიციპალიტეტი ქალაქად და სათეო მუნიციპალიტეტად. არსებობდა რაიმე ტრადიცია და გამოცდილება მათი ქონების, ფინანსური რესურსების გაყოფასთან დაკავშირებით, მიუხედავად ამისა, დაგეგმილ ვადებში ჩვენმა სამინისტრომ მოამზადა ქონების და ვალდებულებების გაყოფის წესი, რომელიც დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ. ამ წესის შესაბამისად თითოეულ მუნიციპალიტეტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, რომელმაც ჩაატარა სრული ინვენტარიზაცია არსებული აქტივების. დაახლოებით 2 კვირის წინ ჩატარდა საკრებულო სხდომები, რომელმაც მიიღო პირველადი გადაწყვეტილებები მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებულ არაკომერციული იურიდიულ პირებთან დაკავშირებით, მათ გაყოფასთან დაკავშირებით და უახლოეს დღეებში ჩატარდება უკვე დასკვნითი სხდომების საკრებულოების, რომლებიც მთლიანად მიიღებს გადაწყვეტილებას თუ როგორ უნდა გაიყოს ქონება და ვალდებულებები ორ მუნიციპალიტეტს შორის. გარდა ამისა, გასულ კვირაში მთავრობამ დაამტკიცა ბიუჯეტის გაყოფის და ბიუჯეტის პროექტების შედგენის წესი აი ამ დარჩენილ 6 თვეში, ანუ ივლისიდან დეკემბრამდე, ამ გარდამავალ პერიოდში, იცით რომ ესეც საკმაოდ ბევრ ტექნიკურ სირთულესთან იყო დაკავშირებული. ამ წესის შესაბამისად სამინისტრომ უკვე იმუშავა 7 მუნიციპალიტეტთან და მზადდება ბიუჯეტის პროექტები, რომელსაც ჩვენ წარმოგიდგენს დღეს მოქმედი გამგეობა წარმოუდგენს სამინისტროს, წარმოუდგენს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას, რომელიც სამინისტროსთან არსებობს და უკვე ახალ გამგებლებს და მერებს გადაუგზავნით ჩვენ, რომლებიც ისინი შეიტანენ შემდგომ, რომელსაც შეიტანენ ისინი საკრებულოში და დაამტკიცებს საკრებულო. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ბოლო ერთვის ფარგლებში მთავრობა მიიღო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქტი, ეს არის ადგილობრივ მოხელეთა სწავლების კონცეფცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როგორც ისიც თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრულია, რომ მუნიციპალიტეტებმა უნდა დახარჯონ შრომის ანაზღაურების ფონდის არანაკლებ 1%-ისა ადგილობრივ მოხელეთა სწავლებაზე, იმისათვის ეს თანხები იყოს ეფექტურად დახარჯული, ასევე დონორების ფული, რომელიც გაცილებით მეტია, იყოს ეფექტურად დახარჯული და იყოს კოორდინირებული, მიიღო ასეთი კონცეფცია, რომელსაც განისაზღვრება შემდგომ უკვე სტანდარტები, როგორ მოხდება კოორდინაცია და ამუშავდება მექანიზმი სასწავლო სისტემისა, რათა ძალიან ხშირად არგუმენტი, რომ მუნიციპალიტეტებში არის დაბალი კვალიფიკაცია, გავიდეს პერიოდი და ეს არგუმენტი გაქრეს ბუნებიდან, ამას სჭირდება ძალიან მდგრადი და თანმიმდევრული სასწავლო სისტემა. იცით რომ ახალ მუნიციპალიტეტებში სჭირდება შესაბამისი ადმინისტრაციული შენობები და სამუშაო პირობები. ამ მიზნით გამოიყო გარკვეული სახსრები, რომ პირველ ეტაპზე მოხდეს გარკვეული საპროექტო სამუშაოები, თქვა შენობების გამიჯვნის ან ცალკე შენობის გარკვეული სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით. ეხლა უკვე მუშაობს ეს საპროექტო ჯგუფები და ფიქრობთ, რომ უკვე ივლისიდან დაიწყება კონკრეტული სარემონტო სამუშაოები და 2-3 თვეში უკვე უზრუნველყოფილი იქნება როგორც ადმინისტრაციული შენობით, ასევე შესაბამისი ავეჯით, კომპიუტერული ტექნიკით ეს მუნიციპალიტეტები, რათა მათ ქონდეთ მუშაობის სათანადო პირობები. რეგიონული განვითარების სამინისტროში